გამარჯობა. დღეს მინდა პატარა ვიდეო გაკვეთილი გავაკეთო ისე როგორც ყოველთვის და დღევანდელი გაკვეთილი იქნება, რა ვიცი, აი საშინელებათა ჟანრის ფილმებს, აი ужасებს რო უყურებთ რაღაცნაირი, აი სისხლიანი წარწერები და ეგეთი რაღაცები რო იჩდება ხოლმე. აი მაგის გაკეთება მინდა განახოთ. კაი ეფექტია სხვათა შორის და რა ვიცი, აბა მასკირებასაც ისწავლით და მაგ პონჩი მინდა რომ ამ ვიდეოს მაგალითზე მიხვდეთ რა კეთდება და როგორ კეთდება. მოკლედ, ხმარობა Adobe Photoshop CC-ის, Macintosh-ის კომპიუტერზე, მაგრამ ყველაფერი იგივენაირად ხდება Windows-ის კომპიუტერზე და Adobe-ს წინა ვერსიებშიც. დავიწყეთ. ესე იგი File, Open. და მე უკვე ამორჩეული მოხსით, როგორც თქვენ რაც გნებავთ ის შეარჩიეთ. ოკეი, ახლა ამას ორჯერ დავაკლიკებ. მივცემ OK-ს ან Enter-ს დავაჭერ. ხო? ახლა ვარჩევთ ახალ layers, აგერ გადაგაცილ ფურცელზე ვაჭერთ. აქ წითელი მაქვს მე ახლა თქვენ ალბათ თეთრი გექნებათ. გადავიყვან მე უფრო შავს, ჩვენ გვინდა შავი და აი აგერ ვედრო როა, იმას დავაკლიკებთ და გავაშოვებთ. ახლა რა ვშობთ? ნუ ახლა ავირჩიოთ ეს პირველი. ანუ მივდივართ filter, მივდივართ render და fibers. ხო და variance რო წერია, პირველი მაქვს 5-ზე, strength მაქვს 8-ზე დაყენებული. შეგიძლიათ აი ამ სამკუთხედებს რო ეთამაშოთ. ზემოთაც და ქვემოთაც. მივცეთ OK. ახლა რა ვშობთ? Command L Macintosh-ზე ან Control L Windows-ზე. დავაჭერთ და გავამუქებთ ამას აი ესე, აგერ ამ სამკუთხედებს მივწერთ ცოტას. ძალიან ისეც არ გვინდა. რო გავახიაოთ. მე მომეწონა სიტყვაზე ძალიან, რა ვიცი, აი ესე შესვლა და ისინი არ გაწყობთ არანაირად. აი ესე რა ცოტა რო ის highlight-ები გააიმასქნა ციშავის. მივცემთ OK-ს. ახლა მოვდივართ channels. და აგერ პატარა მრგვალი რაღაცა როა, ამას მასკირებას უკეთებს ამ ციშავეებს. დავაჭერთ აგერ ხელს და ამოვარჩია მხოლოდ შავები. ახლა გადავდივართ layer-ში და ეს უკვე აღარ გვჭირდება, ხო? გადავაგდოთ ეს, იმიტომ რომ უკვე ავარჩიეთ აქედან რაც გვინდოდა და ეს აგერ არის. კიდე დავაჭიროთ ერთხელ, ხელახლა შევქმნათ ახალი layer-ი, იმიტომ რომ ის წინა გადავაგდეთ. და ახლა რა ვშვებით? ვაჭერთ 100 Q-ს ერთხელ. ოკეი, მე ვაჭერთ 100 Q-ს მეორეჯერ, ისევ რომ აარჩიოს და Shift Command I. რო არის 100, Shift Command-ს დავაჭერთ ჯერ ერთდროულად და 100 I-ს მივცემთ Macintosh-ზე, Shift Control-ს დავაჭერთ Windows-ზე და მე მივცემთ 100 I-ს. ესე იგი, ვაკეთებთ ესე. მე ავირჩევთ ამ ჯერ ფერი შევცვალოთ. მოდი მუქი წითელი მივცეთ. მე მოვიდეთ აგერ ვედროზე და დავაკლიკოთ სადმე შუაში. შუაში რა, ნუ სადაც ის არის, დიდი ის იქნება. აი აქ დავაკლიკებ. всё, უკვე გვაქვს ეს წითელი ფონი თუ ფერი, ხო? მივცემთ აგერ ამას გადავიყვანთ color burn და fills დავაგდებთ. აი ამ ადგილას დააკვირდით რა და მაგის მიხედვით დავაგდებთ fills. Okay. მე Command D მიეცით Macintosh-ზე ან Control D Windows-ზე რო გაქრას. და всё, აი გამოგვიჩნდა ესეთი რაღაცა. ხო გვაქვს ახლა ეს. ახლა რა ვშობთ? ახლა გვინდა ტექსტი მივამატოთ, ხო? ხო და დავაჭიროთ 100 ტულს, ან ტექსტის ტული არის აგერ აქ. ფერი უკვე ჩვენ წითელი გვაქვს არჩეული და წითლადაც დაეწერება. და დავწეროთ, რა ვიცი, მიშველეთ help me. Help me დაეწერა აგერ. ხო? აგერ დავაკლიკოთ ამას სანამ არ გაშოვდება ეს ტექსტი და გავადიდოთ. ეს ზომები მომწონს. აგერ მე ამას დავაჭერთ რომ გამოვიდეთ აქედან, ჩამოვწიოთ აგერ აქ. მე edit free transform ესე გადაკეცილი ისრები რო გაიჩნდება, ესე აწევთ. და შეგიძლიათ კიდე გაწყელოთ. ჩამოწიოთ ესე. კიდე გაადიდოთ, ჩამოწიოთ ესე. მივეცეთ ახლა enter. ხო, მივეცეთ enter. და ამას რას ვშვებით? multiply-ზე ვაყენებთ ამას. და შეერწყა აგერ ნორმალურად ყველაფერი. ოკეი? ხო და ახლა რა ვშვებით ჩვენ? სიტყვაზე ტექსტის განლაგება ყველაფერი მომწონს, ყველაფერი მაგარია, ხო? Shift-ს დაჭერით. ბოლო layers-ს დავაჭერთ და აი მაუს რო გადავიტან შუაში ამ ისართან მარჯვენა მხარეს დააჭერთ
და merge layer-იო. Всё, layer-ი გვაქვს, ხო? სიტყვაზე. ეხლა ამას კიდე გავუკეთებ დუპლიკაციას, ესე იგი როგორ ამას მაუსით ჩამოვწევთ ისე რომ ხელს არ აუშვებთ ამ გადაკეცილ ფურცელზე და გვაქვს ეს. ხო და ვეთამაშოთ ამ multiply-ია, კაი. всё, multiply-ის და სულ ეს არის რა და ეხლა თუ რაღაც ისეთ ფონტში გინდათ, ამ ორი ისიც შეიძლება. აგერ shift-ს რო დააწვევი, ამ ქვემოთას აირჩევ. მისცე მაგერ მარჯვენა მაუსზე მარჯვენა დაკლიკებით merge layers და გვაქვს ერთი ის, ხო? და შეიძლება რა კიდე გაკეთდეს? filter და ამაც ეგან შუქებს ვეთამაშებოდი. ხო და შეიძლება რამოდენიმე შუქი მქონდეს. და მივცემ სიტყვაზე lighting flares. ხო და აგერ ამოვაგდო შუქი რა. მოიტანთ ესა ცოტას გააშუქებთ. თუ გინდათ გაადიდებთ ესე. ჩამოწევთ ქვემოთ. და მისცემთ OK-ის. არა და მე შუქზე მაქვს spotlight-ი არჩეული. თქვენს მოგნიბოთ ეგეთი რაღაცა და ან point-ზე იქნება, ან infinite-ზე თქვენ გინდათ spotlight-ი. მისცემთ OK-ის. და всё, ხო? ეხლა რა გვინდა ეს ძალიან ცოტა ისეთ პონჩი რო გამოგვივიდა, არ გჭირდება ეს ზედმეტია, ხო? დააჭერთ ამ კნოპკას, ან ASO-C. და გამოწიეთ, რა ვიცი, ის აიდან მე სიტყვაზე ეს მაწყობს, აი ესე მომწონს. და მისცემთ Enter-ს. და სულ ეგ არის რა, help me. და გამოგვივიდა რაღაც საშინელებასავით ისა. ხო და ეხლა რო იცოდეთ, ეს ტექსტი მე ჩამოვტვირთე, არ ვიცი Windows-ზე როგორ იტვირთება. ნუ ახლა მაგენტორზე მარტივია ძალიან, მისაც აგაქვთ, ალბათ იცით, ორი დაკლიკება უნდა. ხო და რას ვიზამ, ამ ვიდეოს ქვემოდან მიუწერ links მაგენტორშისთვის ამ ფონტის, რო დააკლიკებთ პირდაპირ ჩამოტვირთავთ რა. ხო და Windows-ის მომხმარებლები ვინც ახართ, ჩავწერ ვიდეოს ქვემოთ რა ის არის რა ვებსაიტია და რა ქვია ამ ფონტს, რო ჩამოტვირთო თქვენ თვითონ Windows-ზე, Windows-ის ვერსიისთვის. კარგი? და სულ ეს იყო რა, დიდი მადლობა ისევ ყურადღებისათვის და იმედია, რა ვიცი, მოგეწონათ ეს. რავი, დიდი არაფერია ახლა რაღაც საიზღარი ის კი არის ეფექტი, მაგრამ კარგია რო იცოდეთ. კარგით? ლამაზად გამოდის ახლა აი ბოლო ის კარგი გამოვიდა. ოკეი? კაი, სულ ეს იყო და რა ვიცი, დიდი მადლობა ისევ და ისევ.